მოგესალმებით. კვლავ მარტივი რეცეპტის დროა. ოსპის სამარხო კატლეტები, რომელიც აუცილებლად უნდა სინჯოთ მარხვის პერიოდში. შინაურულზე არის ასევე ოსპის წვნიანის რეცეპტიც. მას ასე პირველ რიგში 1 ჭიქა ოსპი გავრეცხოთ და მას დავასხათ 1 ჭიქა ოთახის ტემპერატურის წყალი და გავაჩეროთ. ცალკე ქვაბში ან ტაფაზე მოვშუშოთ 1 თავი ხახვი 2 კბილ ნიორთან ერთად. შემდეგ დავამატოთ 1 ცალი გახეხილი სტაფილო და კარგად ჩავშუშოთ ზეთში. დროდადრო მოვურიოთ. როცა ხახვი დარბილდება, გადმოვდგათ ცეცხლიდან. მანამდე ოსპი წყალს ჩაიშრობს, მაგრამ მაინც გავწუროთ. გაწურული ოსპი მოვათავსოთ ბლენდერში. შემდეგ დავამატოთ მოშუშული ხახვი სტაფილოსთან ერთად. დავამატოთ ასევე შავი პილპილი, მარილი გემოვნებით, დაბქული ან დაღერღილი ცხარე წითელი წიწაკა და დაბქული ქინძი და უცხო სუნელი. დავამატოთ მწვანე ლეული. ეს არის ოხრახუში და ქინძი. შეგიძლიათ გახეხილი ყაბაყი ან დაჭრილი ბულგარული წიწაკაც დაამატოთ. და მასა კარგად დავაქუცმაცოთ ბლენდერის საშუალებით. შეგიძლიათ ასევე ხელის ბლენდერიც გამოიყენოთ, ან თუ ბლენდერი არ გაქვთ, გაატაროთ ხორცსაგებ მანქანაში. აუცილებლად ოსპი უნდა იყოს ფაფისებური. შემდეგ გადავიტანოთ ჯამში და დავამატოთ 2-3 სუფრის კოზი ფქვილი. რადგან მასა არის სამარხო, ვამატებთ ფქვილს. თუ არასამარხო კატლეტს აკეთებთ ოსპისგან, შეგიძლიათ კვერცხი ჩაამატოთ. ამ შემთხვევაში ვამატებთ მხოლოდ და მხოლოდ ფქვილს. ტაფაზე დავასხათ ბლომად ზეთი და კოზის საშუალებით გადავიტანოთ ჩვენი მომზადებული კატლეტის მასა და მივცეთ კატლეტების ფორმა და შევწვათ ორივე მხარეს შეწითლებამდე. შინაურულზე არის სამარხო კატლეტები ყაბაყისგან, ლობიოსგან და წიწიბურისგან. აუცილებლად ნახეთ ეს რეცეპტებიც. გარდა იმისა, რომ ოსპის კატლეტები არის ძალიან გემრიელი, არის ასევე ძალიან სასარგებლო, რომელიც ბევრ ცილას შეიცავს და სხვა მიკროელემენტებს. ჩვენი ოსპის კატლეტები უკვე ძალიან მადი სამსვლელად გამოიყურება. შინაურულის არხზე არის სამარხო რეცეპტების მთელი ალბომი, რომელსაც ნახავთ პლეილისტების ჩამონათვალში. აუცილებლად ნახეთ და აარჩიეთ თქვენთვის სასურველი. დღეს ამით გემშვიდობებით. მადლობა რომ გიყურეთ. მომავალ მარტივ რეცეპტამდე.